არა ყველა დიდი ძაღლი საშიშია, მაგრამ არსებობს ზოგიერთი ჯიშის ძაღლი, რომლებიც ძალიან ძლიერები არიან, ძალიან დამცველები და რფუნის ამართავია თუ არასწორ პატრონთან მოხვდებიან. ამ ვიდეოში გავეცნობით 20 ძლიერი ძაღლის ჯიშს, რომლებიც შეიძლება სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენდნენ თუ არ დაივლიან სწორ წვრთნასა და სოციალიზაციას. მაგრამ სანამ დავიწყებთ, გთხოვთ დააკომენტაროთ ამ ვიდეოს ქვემოთ რა ჯიშის ძაღლი ყავთ და თუ ჯერ არ ყავთ ძაღლი, რომელი ჯიშის ხოლა გსურთ. ასე რომ დავიწყოთ. ნომერი 20 ძლიერი იტალიური კანე კორსო. კანე კორსო არის დიდი და კუნთიანი მცველი ძაღლი იტალიიდან. ის წარმოიშვა უძველესი მოლოსური ტიპის ძაღლებისგან, რომლებიც ადრე მძიმე სამუშაოებისთვის გამოიყენებოდა. შემდგომში ის გახდა სახლისა და ფერმის მცველი, ეხმარებოდა საქონლის მართვაში და მონაწილეობდა დიდი ცხოველების ნადირობაში. მისი სახელი კანე კორსო ხშირად ასოცირდება მცველ ძაღლთან ან პირად მცველ ძაღლთან. ეს შეესაბამება მის ბუნებრივ ხასიათს. კანე კორსო ცნობილია თავისი სიფხიზლით, თავდაჯერებულობით, გონიერებით და ოჯახის დაცვის უნარით. თუმცა მას არ შეიძლება სწორად გაზევდა მკაფიო წვრთნის გარეშე. როდესაც ჯერ კიდევ ლეკვია, აუცილებელია რომ ის შეეჩვიოს სხვა ადამიანებს, ადგილებს, ხმებს და ცხოველებს. თუ ის არ შეეჩვევა საკუთარ სახლს გარეთ ყოფნას, შეიძლება იფიქროს, რომ ყოველი უცხო ადამიანი საფრთხეა. ძალიან მნიშვნელოვანია ძირითადი ბრძანებები, როგორიცაა დაჯექი, დარჩი, მოდი და სწორად სეირნობა საბელით. ძალადობა ან დაშინება საჭირო არ არის. უფრო ეფექტურია მშვიდი, მტკიცე და თანმიმდევრული წვრთნა. მას ასევე სჭირდება ყოველდღიური ვარჯიში და გონებრივი აქტივობები. თუ ის ყოველთვის ჩაკეტილია და არაფერს აკეთებს, შეიძლება მოიწყინოს, გახდეს დამანგრეველი ან ზედმეტად ტერიტორიული. მისი კპენის ძალაზე გავრცელებული ზუსტი რიცხვები სანდო არ არის, მაგრამ აშკარაა, რომ კანე კორსოს სხეული და ყბა ძალიან ძლიერია. თუ ის კონტროლს დაკარგავს, შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს, მაგრამ სწორ პატრონთან ერთად ის შეიძლება იყოს მშვიდი, ერთგული და მოსიყვარულე. მაგრამ მისი ზომის, ძალისა და ძლიერი დამცავი ინსტინქტის გამო, ის არ არის კარგი არჩევანი დამწყები პატრონისთვის. ნომერი 19. თურქული დამოუკიდებელი კანგალი მცველი. კანგალი არის დიდი პირუტყვის დამცველი ძაღლი თურქეთიდან. მისი სამუშაოა ცხოვრებისა და სხვა ცხოველების დაცვა მგლების, სტურისა და სხვა მტაცებლებისგან. ეს არ არის მწყემსი ძაღლი, რომელიც ცხოვრებს ერთ მიმართულებით მიაქანებს. ის ჩუმად რჩება ფარასთან ახლოს და აკვირდება გარემოს. როდესაც საფრთხეს დაინახავს, მაშინვე პოზიციას იკავებს. ხშირად თავდაპირველად ყებს, რათა შეაშინოს მტაცებელი. მისი მიზანია შეაჩეროს მტერი და არ მიუშვას ახლოს და არა მაშინვე ჩაებას ბრძოლაში. კანგალი დიდია, სწრაფი, გამძლე და დამოუკიდებელი. ის გაზრდილია სამუშაოსთვის, მაშინაც კი როცა ადამიანი ყოველთვის არ აძლევს მითითებებს. შეუძლია დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება, როცა საფრთხეს შენიშნავს. ეს განითვისებება, სოფელს არ გითვისებაა სოფელში. მაგრამ ეს შეიძლება პრობლემად იქცეს ჩვეულებრივ სახლში. თუ სოციალიზაცია აკლია, შეიძლება მეზობელი, სტუმარი, მიტანის კურიერი, ან უბრალოდ გამულელი ძაღლი საფრთხედ მიიჩნიოს. ესეც არ არის შესაფერისი პატარა ბინისთვის. მას სჭირდება ფართო და უსაფრთხო ადგილი, რეგულარული ვარჯიში და მფლობელი, რომელიც ესმის პირუტყვის დამცველი ჯიშების თავისებურებები. ხშირად ამბობენ, რომ კანგალს ყველა ძაღლს შორის ყველაზე ძლიერი კბენა აქვს. მაგრამ არ არსებობს სანდო მსოფლიო რეკორდი, რომელიც ადასტურებს ზუსტად იმ 70753 ფუნტს კვადრატულ ინჩზე, რასაც ხშირად ინტერნეტში ნახავთ. თუმცა საკუთარი ოჯახის წევრებთან და მისთვის ნაცნობ ცხოველებთან ის შეიძლება იყოს მშვიდი და დამცველი. მაგრამ ეს არ არის ძაღლი, რომელიც ყველას მაშინვე ენდობ. საჭიროა ფრთხილად გააცნოთ ახალ ადამიანს და ახალ სიტუაციას. სწორ გარემოში ის სანდო მცველია. მაგრამ თუ ვარჯიში უყურადღებოდ დარჩა, მისი ზომა და ტერიტორიულობა შეიძლება სერიოზულ პრობლემად იქცეს. ნომერი 18. ძლიერი და თავდაჯერებული როტვაილერი. როტვაილერი ძლიერი სამუშაო ძაღლია გერმანიიდან. მისი წინაპრები ადრე გამოიყენებოდა საქონლის გადაყვანისას. შემდგომში ის ცნობილი გახდა როტვაილის ქალაქში, სადაც მას ხორცის გამყიდველები იყენებდნენ საქონლის დასადევნად და ხორცით დატვირთული ეტლის გადასათრევად. ამ სამუშაოსთვის საჭირო იყო ძალა, გამძლეობა, ინტელექტი და დამცავი ხასიათი. როცა ეტლების გადასათრევად ძაღლების გამოყენება შემცირდა, როტვაილერი გამოიყენეს პოლიციის სამუშაოში, სამძებრო და სამაშველო ოპერაციებში, დაცვაში და სხვა სამსახურებრივ საქმეებშიც. ის ცნობილია თავისი თავდაჯერებულობით და დაგორებულობით. ის ყოველთვის არ მეგობრობს უცნობებთან მაშინვე. ჩვეულებრივ ის ჯერ აკვირდება და აფასებს ახალ ადამიანს. ბუნებრივად იცავს ოჯახს და სახლს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მას უნდა ასწავლო აგრესიულობა. გარდა დაღზრდილი როტვაილერი უნდა იყოს მშვიდი, კონტროლირებადი და დამჯერე. სანამ პატარა, საჭიროა შეაჩვიოთ სტუმრებს, სხვა ძაღლებს, ბავშვებს და სხვადასხვა ადგილებს. მნიშვნელოვანია მეთვალყურეობა, როცა ის პატარა ბავშვებთანაა. თუნდაც მხოლოდ თამაშობდეს, მას შეუძლია ვინმე წააქციოს თავისი სიმძიმითა და ძალით. მართალია როტვაილერი ფიგურირებს ზოგიერთ ანგარიშში მძიმე ძაღლის თავდასხმებთან დაკავშირებით.
მაგრამ საკმარისი არ არის მხოლოდ ჯიშის სახელით განსჯა. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, როგორ არის გაზრდილი ძაღლი, ყოველთვის მიბმულია თუ ჩაკეტილი, ასწავლეს თუ არა დაშინება, ავად არის თუ დგივარამე და პასუხისგებელია თუ არა მფლობელი. როდესაც დიდი ძაღლი კონტროლს კარგავს, უფრო დიდი ზიანის მიღება შეუძლია, ვიდრე პატარა ძაღლს. მაგრამ ასევე არასწორია ვიფიქროთ, რომ ყველა როტვაილერი აგრესიულია. როდესაც სწორად ხდება მოშენება, წორთნა და სოციალიზაცია, ის შეიძლება იყოს ერთგული, ფამაშის მოყვარული, თვინიერი და შესანიშნავი ოჯახის კომპანიონი. ნომერი 17. ფხიზელი და გონიერი დობერმანი. დობერმან პინშერი შეიქმნა გერმანიაში მე-19 საუკუნის ბოლოს. ის დაასახელეს ლუის დობერმანის პატივსაცემად, რომელიც იყო გადასახადების ამკრეფი და სურდა ყოლოდა მამაცი, ძლიერი და სანდო ძაღლი, რომელიც მასთან ერთად ივლის. ის დაიცავდა მას სამუშაოს დროს. ამის გამო დობერმანი გახდა ცნობილი როგორც სწრაფად შემსწავლელი, ფხიზელი, მამაცი და შესანიშნავი დამცველი ძაღლი. მაგრამ ის არ იბადება ადამიანებზე თავდასხმის სურვილით. მის ხასიათზე დიდ გავლენას ახდენს გამოშენება, წორთნა, სოციალიზაცია, ჯანმრთელობა და მფლობელის მოპყრობის წესი. დობერმანს ყოველდღიური ფიზიკური ვარჯიში და გონებრივი აქტივობა სჭირდება. ფუმას მოძრაობა, სოციალიზაცია და სწორი წორთნა აკლია, შეიძლება ძალიან მოუსვენარი, დამცველი ან რთულად სამართავი გახდეს. თუ მფლობელი პასუხისგებლიანია, დობერმანი შეიძლება ერთგული ოჯახის კომპანიონი და სანდო მცველი გახდეს. მაგრამ რადგან ის სწრაფი, ძლიერი და ჭკვიანია, მას სჭირდება მკაფიო წესები და თანმიმდევრული მოვლა. ნომერი 16. ენერგიული ციმბირული ჰასკი. ციმბირული ჰასკი სამუშაო ძაღლია, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ თოვლზე მარხილი დიდი მანძილზე გაათრიოს ცივ ადგილებში. ის ცნობილია სისწრაფით, გამძლეობით და მაღალი ენერგიით. ასევე ჩვეულებრივ ის მეგობრული ადამიანებთან, ამიტომ ბუნებრივად არ არის დამცველი ძაღლი. თუმცა მას აქვს ძლიერი ინსტინქტი, რომ დაედევლოს. ამიტომ საჭიროა მისი მეთვალყურეობა, როცა პატარა ცხოველებთანაა, როგორიცაა კატა, ქათამი ან კურდღელი. ის ასევე გაქცევაშიც ძალიან ოსტატია. მას შეუძლია ღობის ქვეშ გათხრა, გადახტომა ან ხვრელის პოვნა, რომ გარეთ გავიდეს. ამიტომ საჭიროა ძლიერი ღობე და რეგულარული ვარჯიში. თუ მოძრაობა და აქტივობა აკლია, შეიძლება გახდეს არეულიც და რთულად სამართავი. ეს არ ნიშნავს, რომ ბუნებით ცუდია. უბრალოდ მისი ზედმეტი ენერგია სწორად არ იხარჯება. ნომერი 15. სანდო გერმანული ნაგაზი. გერმანული ნაგაზი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პოლიციისა და სამხედრო ძაღლია მსოფლიოში. ის ჭკვიანია, სწრაფად სწავლობს და შეუძლია სხვადასხვა სამუშაოს შესრულება, როგორიცაა დაკარგული ადამიანის პოვნა, არალეგალური ნივთიერებების აღმოჩენა და დაცვა. ის ძლიერიცაა და დამცველიც. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველა გერმანული ნაგაზი აგრესიულია. თუ სწორად ხდება გამრავლება, წორთნა და სოციალიზაცია, ის შეიძლება იყოს მშვიდი, დამჯერე და მოსიყვარულე ოჯახის მიმართ. პრობლემა ჩნდება მაშინ, როცა ის არ არის მიჩვეული სხვა ადამიანებს. ყოველთვის ჩაკეტილია ან ძალადობით არის გაწორთნილი. რადგან ის დიდია და ძლიერი, სერიოზული რამ შეიძლება მოხდეს, თუ მფლობელი კონტროლს დაკარგავს. ამიტომ მას სჭირდება მკაფიო წორთნა, რეგულარული ვარჯიში და პასუხისგებლიანი მოვლა. ნომერი 14. მაღალი ენერგიის ბელგიური მალინუა. ბელგიური მალინუა უფრო მსუბუქია და ხშირად უფრო სწრაფად მოძრაობს, ვიდრე გერმანული ნაგაზი. ზოგიერთი პოლიცია და სამხედრო დანაყოფი მას იხენებს, რადგან ის ფხიზელია, ჭკვიანი, სწრაფად სწავლობს და ძალიან მაღალი აქვს სამუშაოს შესრულების სურვილი. მაგრამ სწორედ ეს თვისებებია მიზეზი იმისა, რომ ის ყველა ოჯახისთვის არ არის შესაფერისი. მისთვის საკმარისი არ არის უბრალოდ მოკლე გასეირნება ყოველდღე. მას სჭირდება ინტენსიური ფიზიკური ვარჯიში, გონებრივი წორთნა და მკაფიოდ განსაზღვრული საქმიანობა. თუ მას მუდმივად არაფერი აქვს გასაკეთებელი, შეიძლება გახდეს ძალიან მოუსვენარი, დამანგრეველი ან რთული სამართავი. მალინუა ცუდი შინაური ცხოველი არ არის, მაგრამ ის სამუშაო ძაღლად არის გამოყვანილი. ამიტომ მას სჭირდება მფლობელი, რომელსაც აქვს საკმარისი დრო, სოდნა და გამოცდილება მაღალი ენერგიის ძაღლების მოვლაში. ნომერი 13. არაპროგნოზირებადი მგლისა და ძაღლის ჰიბრიდი. მგლისა და ძაღლის ჰიბრიდი არის შინაური ძაღლისა და მგლის შვილი, ან ძაღლებისგან, რომლებსაც მგლის ახლო წინაპრები ჰყავთ. მის მოვლაზე უფრო რთულია ვიდრე ჩვეულებრივი ძაღლის. რადგან შეიძლება არ იყოს ნათელი, რამდენად ძლიერი იქნება ველური ქცევა, რომელიც გამოვლინდება მის ზრდასთან ერთად. ზოგი შეიძლება მორიდებული იყოს და ყოველთვის გაქცევა უნდოდეს. სხვებს შეიძლება ჰქონდეთ ძლიერი ნადირობის ინსტინქტი, ტერიტორიული ქცევა, ან უჭირდეთ ჩვეულებრივ წორთნაზე დამორჩილება. ასევე თითოეული ჰიბრიდის ხასიათი განსხვავებულია. თუნდაც და-ძმები იყვნენ, მათი ქცევა შეიძლება ძალიან განსხვავდებოდეს. არსებობს ადგილები, სადაც მათი ყოლა მკაცად ან სრულად აკრძალულია. არსებობს დამატებითი პრობლემა სოფის წესებთან დაკავშირებით, რადგან ზოგიერთი მგლის ჰიბრიდისთვის წესები ჩვეულებრივი ძაღლებისგან განსხვავებულია. ამიტომ ეს არ არის შესაფერისი ჩვეულებრივი სახლისთვის და არ უნდა იყოლონ მხოლოდ იმიტომ, რომ ლამაზად ან უჩვეულოდ გამოიყურება. ნომერი 12. ძლიერი ბულმასტიფი მცველი.
ბუმას ტიპი ინგლისში შეიქმნა იმისთვის, რომ დაეხმაროს სამონადირე მამულების მცველებს დიდი მიწების ტერიტორიაზე უკანონო მონადირეების დაჭერაში. იმ დროს საჭირო იყო მშვიდი, მამაცი და საკმარისი ძალის მქონე ძაღლი, რათა დაეცემინა და შეეჩერებინა ადამიანი, სანამ მცველი მოვიდოდა. ამიტომ ბუმას ტიპი დიდი და კუნქიანია. ის ასევე ბუნებრივად დამცველია სახლისა და ოჯახის მიმართ. მაგრამ ხშირად ის მშვიდი და მოსიყვარულეა, როცა მასთან ნაცნობი ადამიანები არიან. გამოწვევა მისი ზომა. თუნდაც არ იყოს აგრესიული, ის შეიძლება შემთხვევით წააქციოს ბავშვი ან ხანდაზმული ადამიანი, როცა ძალიან აღიგზნება. საჭიროა, რომ ის ბავშვობიდანვე შეეჩვიოს სტუმრებს, სხვა ძაღლებს და სხვადასხვა სიტუაციებს. კაცსიწურთან საჭირო არ არის. უფრო ეფექტურია მშვიდი, მტკიცე და თანმიმდევრული მოხრობა. ნომერი 11. დიდი ნადირობის ძაღლი დოგო არგენტინო. დოგო არგენტინო არის დიდი და ათლეტური ძაღლი არგენტინიდან. ეს გამოყვანილია ჯგუფურად დიდი ცხოველების სანადიროდ, როგორიცაა ველური ხორი და პუმა. ამიტომ ის ძლიერია, მამაცია და აქვს მაღალი ნადირობის ინსტინქტი. არასწორია იმის თქმა, რომ მას ყოველთვის ბრძოლა უნდა, მაგრამ მისი სანადირო წარსულის გამო საჭიროა მისი სწორად კონტროლი, როცა პატარა ცხოველებთან ახლოსაა. მნიშვნელოვანია ადრეული სოციალიზაცია, რათა ის ისწავლოს იყოს მშვიდი ახალ ადამიანებთან, ადგილებთან და ცხოველებთან. ასევე სჭირდება რეგულარული ვარჯიში და მფლობელი, რომელსაც შეუძლია გაუმკლავდეს დიდ და ძლიერ სამუშაო ძაღლს. როდესაც სწორად აღზრდილია, შეიძლება იყოს ერთგული და მოსიყვარულე, მაგრამ ის არ არის კარგი არჩევანი მფლობელისთვის, რომელსაც არ აქვს გამოცდილება ან დრო სერიოზული წვრთნისთვის. ნომერი 10. ძლიერი ნებისყოფის მქონე პრესა კანარიო. პრესა კანარიო არის დიდი და კუნთოვანი ჯიში კანარის კუნძულებიდან. წარსულში ის გამოიყენებოდა ძროხების მარფრისა და ფერმების დასაცავად. ამის გამო ბუნებრივად ფხიზელია, თავდაჯერებული და ფრთხილი, უცნობი ადამიანების მიმართ. ამ ძაღლს არ სჭირდება აგრესიულად გაზრდა, რომ კარგი მცველი იყოს. მას უკვე აქვს ბუნებრივი დამცავი ინსტინქტი. საჭიროა ასწავლოთ მორჩილება, სიმშვიდის შენარჩუნება და სტუმრებისა და სხვა ცხოველების არსებობის მიღება. რადგან ეს ძაღლი მძიმე და ძლიერია, მფლობელმა არ უნდა დაეხმაროს მხოლოდ ფიზიკურ ძალას მის სამართავად. უნდა დაიწყოს ადრეული ასაკიდან სწორი საბელზე ვარჯიში, სოციალიზაცია და ძირითადი ბრძანებების სწავლება. ასევე არასწორია ძალადობის ან ეგრეთ წოდებული ხროვის დომინირების გამოყენება. ეს შეიძლება გაამწვავოს შიში და აგრესია. სწორ მფლობელთან ეს ძაღლი შეიძლება იყოს ერთგული და კონტროლირებადი. მაგრამ გამოუცდელი ადამიანისთვის მისი ზომა, ძალა და დამცავი ბუნება შეიძლება რთული და საშიში კომბინაცია იყოს. ნომერი 9. უნდობელი ფილა, ბრაზილეირო. ფილა, ბრაზილეირო არის დიდი და ძლიერი მცველი ძაღლი ბრაზილიიდან. იგი ადრე გამოიყენებოდა ვრცელ მიწებზე სადარაჯოდ, დაკარგული ცხოველების მოსაძებნად და საქონლის სამართავად. ეს ჯიში ცნობილია ოჯახთან განსაკუთრებული ერთგულებით, მაგრამ მას ბუნებრივად სიფრთხილე ახასიათებს და ადვილად არ ენდობა უცნობ ადამიანებს. ბრაზილიაში ამ ფისებას ოჯერიზას უწოდებენ, რაც ნიშნავს ბუნებრივად უცხო ადამიანებისგან თავის არიდებას. ამიტომ ეს არ არის ძაღლი, რომელსაც სტუმარმა უბრალოდ უნდა მიუახლოვდეს არ შეეხოს. ძაღლების გამოფენებზეც კი მოსამართლეებს სიფრთხილე მართებთ მასთან მიახლოებისას. ფილას სჭირდება ადრეული სოციალიზაცია, უსაფრთხო ეზო და მფლობელი, რომელსაც დიდი გამოცდილება აქვს დიდი ზომის დამცველ ძაღლებთან. მხოლოდ სიმკაცრე საკმარისი არ არის. მფლობელმა უნდა იცოდეს, როგორ ასწავლოს მშვიდად და იყოს თანმიმდევრული. სწორად აღზრდის შემთხვევაში ის შეიძლება იყოს მშვიდი და ერთგული ოჯახისთვის, მაგრამ მისი ზომისა და ძლიერი დამცავი ინსტინქტის გამო ის უმეტეს ჩვეულებრივ ოჯახს არ შეეფერება. ნომერი 8. იაპონიის ძლიერი ტოსა. ტოსა არის დიდი ჯიში იაპონიიდან, რომელიც ადრე ძაღლების ბრძოლისფრის გამოხავდათ. ის შეიქმნა იაპონური ადგილობრივი ძაღლებისა და რამდენიმე დიდი უცხოური ჯიშის შეჯვარებით. ტოსა ჩვეულებრივ ხმაურიანი არ არის. ის ცნობილია სიმშვიდით, მოთმინებით, სიმამაცთა და ქცევის კონტროლით. თუმცა მას შეუძლია იყოს დომინანტური და არ იყოს მეგობრული სხვა ძაღლებთან, განსაკუთრებით თუ საკმარისად არ არის სოციალიზებული. ასევე თითოეული ტოსას წონა მნიშვნელოვნად განსხვავდება. იაპონიაში გამოყვანილი ტოსები, როგორც წესი, უფრო მსუბუქები არიან, მაშინ როცა სხვა ქვეყნებში ზოგიერთი ხაზის წარმომადგენლები უფრო დიდები არიან. მისი ისტორიისა და ძალის გამო ზოგიერთი ქვეყანა კრძალავს ან ამკაცრებს ტოსას ხოლას. ეს ჯიში არ არის კარგი არჩევანი მათთვის, ვინც პირველად აპირებთ ძაღლის ხოლას. ტოსას სჭირდება ადრეული მორჩილების თურთნა, კარგი სოციალიზაცია და პასუხისმგებელი მფლობელი, რომელსაც შეუძლია მისი კონტროლი ძალადობის გარეშე. ყოველი ტოსა ავტომატურად აგრესიული არ არის, მაგრამ თუ სწორად არ აღზარდეს, მისი ზომა და ძალა შეიძლება სერიოზულ საფრთხედ იქცეს. ნომერი 7. დამცველი, სამხრეთ აფრიკული ბოერბოელი. ბოერბოელი არის დიდი ფერმის ძაღლი სამხრეთ აფრიკიდან. ის გამოიყენებოდა სახლის, ოჯახის და ფერმის ცხოველების დასაცავად. ამიტომ ბუნებრივად ფხიზელია, თავდაჯერებული და იცავს თავის ტერიტორიას.
გოერბუელი ასევე ჭკვიანია და შეუძლია სწრაფად მიიღოს გადაწყვეტილება, როცა რამე უჩვეულოს შენიშნავს. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მას უნდა ასწავლოთ თავდასხმა. ნამდვილი გამოცოვა მისი ზომა და ძალაა. თუ ის არ არის დამორჩილებული, მხოლოდ საბელით ან ფიზიკური ძალით მისი გაჩერება რთულია. მას სჭირდება სტუმრებთან, ბავშვებთან, სხვა ძაღლებთან და სხვადასხვა ადგილებთან ადრეული ასაკიდანვე შეჩვევა. ასევე მნიშვნელოვანია მუდმივი მორჩილების წვრთნა, არა მხოლოდ ლეკვობის პერიოდში. ოჯახში ის შეიძლება იყოს მშვიდი, მოსიყვარულე და ერთგული. მაგრამ რადგანაც ის ტერიტორიულია და ძლიერი, დამცველი ინსტინქტი აქვს, დამწყები მფლობელებისთვის რეკომენდებული არ არის. ნომერი 6. დამოუკიდებელი ცენტრალური აზიის ნაგაზი. ცენტრალური აზიის ნაგაზი, რომელსაც ალაბაიც ეძახიან, ერთ-ერთი უძველესი პირუტყვის დამცველი ძაღლია. ათასობით წლის განმავლობაში ცენტრალური აზიის ხალხი ამ ძაღლს იყენებდა თავისი პირუტყვის მტაცებლებისა და ქურდებისგან დასაცავად. ეს ჯიში დიდი, გამძლე და შეუძლია მუშაობა როგორც ძლიერ სიცივეში, ისე სიცხეში. ეს არ არის ისეთი ძაღლი, რომელიც ყოველთვის ბრძანებას ელოდება. ეს ძაღლი გაზრდილია ისე, რომ თავად იფიქროს და მიიღოს გადაწყვეტილება. როცა მის ტერიტორიას ან პირუტყს საფრთხე ემუქრება, ამიტომ ის შეიძლება იყოს ჩუმი, მაგრამ ძალიან დაკვირვებული. მას ბუნებრივად აქვს უნდობლობა უცნობების მიმართ და ახალ ადამიანს სახლში ადვილად არ იღებს. მას სჭირდება ფართო და უსაფრთხო ადგილი, ადრეული სოციალიზაცია და მფლობელი, რომელსაც დამოუკიდებელი მცველი ჯიშების გამოცდილება აქვს. ის არ არის შესაფერისი პატარა ბინისთვის ან იმ ოჯახისთვის, რომელსაც მხოლოდ მარტივად მოსავლელი შინაური ცხოველი სურს. სწორ გარემოში ალაბაი შეიძლება იყოს მშვიდი, დაბალანსებული და ერთგული. მაგრამ თუ არ ექნება სწორი წვრთნა და მკაფიო საზღვრები, მისი ძალისა და ტერიტორიულობის კონტროლი შეიძლება რთული იყოს. ნომერი 5. მასიური კავკასიური ნაგაზი. კავკასიური ნაგაზი არის უზარმაზარი პირუტყვის დამცველი ძაღლი კავკასიის რეგიონიდან. ბევრი წლის განმავლობაში ის გამოიყენებოდა ცხვრების, სახლებისა და ვრცელი მიწების დასაცავად მტაცებლებისა და ქურდებისგან. მას აქვს სქელი ბეწვი, რადგან მთებში ცივ და მკაცრ კლიმატში უნდა გადარჩეს. ისი ზომისა და სქელი ბეწვის გამო ახლდა რომ შეხედოთ პატარა დათვს გავს. ბუნებრივად მამაცია, თავდაჯერებული და დამცველი. როდესაც საფრთხეს დაინახავს, შეუძლია იმოქმედოს მფლობელის ბრძანების გარეშე. მაგრამ არასწორია მტკიცება, რომ ყველა კავკასიური ნაგაზი ავტომატურად აგრესიულია. ამერიკული კინოლოგიური კლუბის მიხედვით, ის შეიძლება იყოს კეთილი, ერთგული და მოსიყვარულე საკუთარი ოჯახის მიმართ. მაგრამ ის სერიოზული დამცველია და შეიძლება ძალიან მძაფრი აქცია კონდეს თუ ვინმე საფრთხეთ ჩათვლის. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ადრეული სოციალიზაცია. ლეკვობის ასაკიდანვე საჭიროა, რომ ის შეეჩვიოს სტუმრებს, სხვა ცხოველებს, ხმაურს და სხვადასხვა ადგილს. ასევე სჭირდება ფართო და უსაფრთხო ეზო. ეს არ არის შესაფერისი პატარა ბინისთვის ან იმ სახლისთვის, სადაც ხშირად ბევრი სტუმარი მოდის სათანადო გაცნობის გარეშე. ასევე არ შეიძლება ენდოთ მის შესახებ გავრცელებულ ზუსტ ნაკბენის ძალის რიცხვებს. რაც ცხადია, ეს არის ძალიან დიდი და ძლიერი ძაღლი. ამიტომ თუ ის არ იქნება კონტროლირებადი, შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს. სწორ მფლობელთან ის შეიძლება იყოს მშვიდი და სანდომცველი, მაგრამ რადგან დამოუკიდებელია, ტერიტორიულია და რთულია მისი შეჩერება რეაქციის დროს, ის არ არის დამწყებთათვის ან მათთვის, ვინც უბრალოდ ჩვეულებრივ საოჯახო ცხოველს ეძებს. ნომერი 4. ძლიერი და დამოუკიდებელი აკიტა. აკიტა დიდი და გამძლე ძაღლია იაპონიიდან. ადრე მას იყენებდნენ ნადირობისთვის ჩრდილოეთ იაპონიის მთებში. იგი ცნობილია სიმამაცით, სიწვნარით და ოჯახთან განსაკუთრებული ერთგულებით. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველა აკიტა ადიტა აგრესიულია. სინამდვილეში ისინი დამოუკიდებლები არიან და შეიძლება აგრესიულები იყვნენ უცნობების და ბის და სხვა ძაღლების მიმართ. იმის გამო, რომ მათ ძლიერი სხეული აქვთ, აუცილებელია ადრეულ ასაკშივე გაწვრთნა და სხვადასხვა ადამიანთან, ცხოველთან და ადგილთან შეგუება. ასეთი დიდი ძაღლის სრული პასუხისგებლობა არ უნდა დაეკისროს ახალგაზრდა მფლობელს. თუ სწორი გაწვრთნა და მოვლა ექნებათ, ისინი შეიძლება გახდნენ მშვიდი და ერთგული თანამგზავრები. მაგრამ თუ უყურადღებოდ დარჩებიან და სხვა ადამიანებთან არ შეეჩვევიან, მათი კონტროლი რთული იქნება მათი ძალის გამო. ნომერი 3. მძიმე სამუშაოსთვის განკუთვნილი ალასკის მალამუტი. ალასკის მალამუტი შექმნილია მძიმე ტვირთების გადასაზიდად არქტიკის ცივ რეგიონებში. მისი წონა ჩვეულებრივ 75-დან 85 ფუნტამდე აღწევს. ის ცნობილია ძლიერი სხეულით, ძალით და ხანგრძლივი მუშაობის უნარით. ეს არ არის უბრალოდ ძაღლი, რომელიც მოკლე გასეირნებით დაკმაყოფილდება. მას სჭირდება რეგულარული ვარჯიში, საკმარისი სივრცე და აქტივობები, სადაც გამოიყენებს თავის ძალასა და გონებას. თუ ის ყოველთვის ჩაკეტილია და არაფერს აკეთებს, შეიძლება გახდეს არეულობიანი, ჯიუტი ან ძნელად სამართავ. მას ასევე აქვს ბუნებრივი ინსტინქტი, რომ დაედევნოს პატარა ცხოველებს. ამიტომ საჭიროა ყურადღება, როცა ის პატარა შინაურ ცხოველებთან ერთადაა. სწორი მფლობელის შემთხვევაში მალამუტი შეიძლება იყოს მოსიყვარულე, ერთგული და თამაშის მოყვარული. მაგრამ მისი ზომისა და ძალის გამო ის არ არის კარგი არჩევანი იმ ადამიანისთვის, ვისაც არ აქვს დრო ვარჯიშისა და გაწვრთნისთვის.
ნომერი 2. სერიოზული და თავშეკავებული ჩაუ. ჩაუ გარეგნულად დიდ თედის დათვსკავს, სადგან აქვს სქელი ბეწვი, რომელიც ლომისას წააგავს. მაგრამ ეს არ არის ჩვეულებრივი ძაღლი, რომელიც ყველასთან ახლოს მივა და თამაშს დაიწყებს. ჩაუ ძველი ჯიშია ჩინეთიდან. იგი ცნობილია თავისი ღირსებით, დამოუკიდებლობით, სერიოზულობით და ცოტა მოშორებითობით უცნობი ადამიანების მიმართ. არასწორია მტკიცება, რომ ის ყოველთვის გაფრთხილების გარეშე ესხმის თავს. უпростоრე ითქვას, რომ შეიძლება რთული იყოს მისი ქცევის წაკითხვა, თუ მფლობელმა არ იცის ძაღლის სხეულის ენა. თუ ის ბავშვობიდან არ არის მიჩვეული ახალ ადამიანებთან და სხვა ცხოველებთან კონტაქტს, შეიძლება ძალიან თავდაცვითი გახდეს. რადგან ის დამოუკიდებელია, საჭიროა მოწმინებიანი და თანმიმდევრული გაწვრთნა. არ უნდა უყვიროთ, დააზიანოთ ან აიძულოთ რამე, რადგან შეიძლება კიდევ უფრო დაკარგოს ნდობა. თუ სწორად აღზრდით, ჩაუ შეიძლება იყოს მშვიდი, სუფთა და ერთგული ოჯახის მიმართ. ნომერი 1. საკამათო პიტბულის ტიპის ძაღლები. პირველ ადგილზე არა მხოლოდ ერთი ჯიშია. სიტყვა პიტბული გამოიყენება ზოგადი სახელწოდებად რამდენიმე მსგავს ძაღლზე. აქ შეიძლება შედიოდეს ამერიკული პიტბულ ტერიერი, ამერიკული სტაფორდშირის ტერიერი, სტაფორდშირის ბულ ტერიერი და რამდენიმე შერეული ჯიში. ამიტომ რთულია ზუსტი სტატისტიკის შედგენა. როდესაც თავდასხმა ხდება, ზოგჯერ მხოლოდ გარეგნობით ასკვნიან, რომ ძაღლი პიტბულია, მაგრამ შეიძლება შეცდრენ. მაშინაც კი როცა ადამიანებს ჯიშების გარჩევა შეუძლიათ, თუ პედეგრი ან დნმ-ის ტესტი არ არსებობს. პიტბულის ტიპის ძაღლების ზოგიერთი წინაპრის ისტორიას ბნელი მხარი აქვს. არსებობდნენ ძაღლები, რომლებსაც ადრე იყენებდნენ ხარზე დაგეშვაში, ეს იყო სასტიკი აქტიობა, სადაც ძაღლს ხართან აპირისპირებდნენ. როცა ეს აკრძალეს, ზოგი მათგანი არალეგალურ ძაღლების ბრძოლებში გამოიყენეს. ამიტომ არსებობდა ხაზები, რომლებიც შეირჩა ძალის, ათლეტური სხეულის და მიზანდასახულობის გამო. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ავტომატურად ყველა პიტბულის ტიპის ძაღლს ადამიანზე თავდასხმა სურდეს. მათგან ბევრი მოსიყვარულია, თამაშის მოყვარული, ერთგული და მეგობრულია, თუ სწორად აღზრდიან. დიდი საფრთხე მაშინ ჩნდება, როცა მათი ძალა არასწორ მფლობელს ერგება. ტრენინგის ნაკლებობა, იზოლაცია, ძალადობა ან არალეგალურ ბრძოლებში გამოყენება. არის ძაღლებიც, რომლებიც სპეციალურად ზრდიან იმისთვის, რომ აშინონ სხვები, ყოველთვის გარეთ მიბმული ან არ არიან მიჩვეულნი, სხვა ადამიანებსა და ცხოველებს. ასეთ პირობებში აგრესიის რისკი იზრდება. მართალია, პიტბულის ტიპის ძაღლები ხშირად ჩნდებიან მძიმე თავდასხმების ანგარიშებში, განსაკუთრებით შეერთებულ შტატებში. მაგრამ საჭიროა სიფრთხილე მონაცემების წაკითხვისას. ჯიში ყოველთვის არ არის დადასტურებული. ასევე ყოველთვის არ არის ცნობილი, რამდენი პიტბულის ტიპის ძაღლია კონკრეტულ ადგილას. ამიტომ რთულია თითოეული ძაღლის ნამდვილი რისკის დადგენა. ასევე არასწორია რწმენა, თითქოს პიტბულს განსაკუთრებული ხმა აქვს. ძირითადი ხმის სტრუქტურა იგივეა როგორც სხვა ძაღლებში. მაშინვე არ გაშვება, შეიძლება გამოწვეული იყოს ძალით, აღელვებით, შიშით, ცორფხნით ან კონკრეტული ძაღლის ბუნებით. ასეობს ადგილები, სადაც აკრძალულია ან მკაცრად კონტროლდება პიტბულის ტიპის ძაღლები. თუმცა ჯერ კიდევ სადავოა, ეფექტურია თუ არა ჯიშის აკრძალვები. ბევრი ვეტერინარული ექსპერტი თვლის, რომ უფრო მნიშვნელოვანია თითოეული ძაღლის ქცევის და მფლობელის პასუხისმგებლობის შეფასება, ვიდრე მხოლოდ ჯიშის სახელის გათვალისწინება. უფრო ეფექტურ დაცვაში შედის უსაფრთხო ეზო, საბმაზე სეირნობის წესები, ბავშვების ზედამხედველობა, სწორი სოციალიზაცია და სწრაფი რეაგირება თუ საშიში ქცევა გამოვლინდება. მაშინ, რატომ არიან პიტბულის ტიპის ძაღლები პირველ ადგილზე? ეს არ ნიშნავს, რომ ყველა მათგანი ცუდია. ისინი პირველ ადგილზე არიან, რადგან ძაღლების თავდასხმების თემაში ყველაზე საკამათო ჯგუფს წარმოადგენენ. მათი სხეული ძლიერია, ხშირად უპასუხისმგებლო მფლობელებთან ხვდებიან და სერიოზული ინციდენტების შესახებ ბევრ ანგარიშში ფიგურირებენ. მაგრამ არ უნდა განსაჯოთ ძაღლი მხოლოდ ფავის ფორმით ან ჯიშის სახელით. კარგად აღზრდილი პიტბულის ტიპის ძაღლი შეიძლება იყოს მოსიყვარულე და კონტროლირებადი შინაური ცხოველი. უგულებელყოფილი, ნაცემი ან სპეციალურად აგრესიულად გაზრდილი ძაღლი ნებისმიერი ჯიშის შეიძლება იყოს საფრთხე. ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ როცა ძაღლი დიდია და კუნთოვანი, ზიანი შეიძლება უფრო სერიოზული იყოს. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი ამ სიიდან. ეს ჯიშები მონსტრებად არიბადებიან. მათგან უმეტესობა სამუშაო ძაღლებია, რომლებიც შექმნილია დასაცავად, სანადიროდ, მძიმე თვითმეტვირთის გადასათრევად და ადამიანის ან ცხოველების დასაცავად. მაგრამ მათ აქვთ ზომა, ძალა, ენერგია და ინსტინქტები, რაც ამ სამუშაოებისთვის არის საჭირო. თუ ისინი არასწორ მფლობელთან მოხვდებიან, არ ექნებათ სწორი წვრთნა ან საკმარის სოციალიზაცია, ეს კომბინაცია შეიძლება საშიში გახდეს. ამიტომ სანამ ძლიერ ძაღლს აიყვანთ, მხოლოდ გარეგნობით მოხიბლო საკმარისი არ არის. აუცილებელია იცოდეთ მისი ნამდვილი ხასიათი, საჭიროებები, ძალა, ხარჯები და წვრთნის დონე. რადგან საბოლოოდ ძაღლის ქცევაზე ყველაზე დიდი გავლენა არა მხოლოდ მისი ჯიშია. დიდ როლს ასრულებს ის ადამიანიც, ვინც მას ზრდის და პასუხისმგებელია მას.